მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ გუგა და დღეს უნდა დავარიაქტო დათარსულები. ცოტა დავწევთ, იმიტომ რომ ჩემი ხმა ისმოდეს და ვარ ერთ გამომწეს. ძლივს ერთზე მაინც ავედი, ვაფშე ნოლი ვყავდა და დავიწყოთ პირველი სერიიდან. ოკეი. მოვიგონიებთ ხოლმე და რამე. მოიცა რატო ახლა კი მოდით ანდერძზე გადავიდეთ. რატო გადავახვიე წინ? დევი, სირცხვილია რა. დაიმკვიდრებს ადგილს და ჩვენც ყველანი შეგძრა რევას გუფთა ტოლმაძის გარდაცვალება. რა გვარია? იმედია მისი სული სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს და ჩვენც ერთი ოჯახით მოვიგონიებთ ხოლმე და რამე. ახლა კი მოდით ანდერძზე გადავიდეთ. როგორც იქნა. დევი, სირცხვილია რა მოგივიდა. ახლა წაიკითხე. თელი დღე კი არ მაქვს. ჩემი ტელეფონი ჩემს ქათმების ფერმას და სიმწრით მოგროვებულ $5,000 ვუტოვებ ჩემს საყვარელ შვილიშვილს, პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილს. დანარჩენებს მოგსწრათ დედის ტრაკი. განსაკუთრებით კი ჩემს ძიძეს, დევი ჯამტლეკიაშვილს. ნახე, ბავშვ დაუდო, ხოლმე და გუთარისმი მაგით. გაწმართი ბიჭო, სიცხვილია. სახელი კაი ვარ, გუფთა ტოლმაძე რა. და რამდენად გაიყიდება? აუ, ამას მე და ამას ლიბი ფული დაანახე და ხოდა დაველოდე რა. ჯერ კაპი დაასხა, მერე გარეცხა, აი პრიალი გავდიო და მანქანას. ხოდა კმაყოფილი რო ჩაჯდა მანქანაში რა უკენიცი? ხომ დავაიფოთ ვიდეო და გამახარებს ძალიან. მე 40 ვიდეოს დაგიყვებიო. დაშვები და ბაბუაჩემ ანდერძით ქათმების ფერმა და ცოტა ფული დამიტოვა. ხოდა ვფიქრობ რომ ფერმა კლიკი არის მან. ფერმა რამდენად უნდა გაყიდო რო? მე რა ვიცი, ახლა ფერმა ვის რა ჯანდაბად უნდა საერთოდ. ხოდა დაიტოვე ქათმები და მიხედე. ამ ქვეყნის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ხალხში რომ აეზარება და პერსპექტიულ ბიზნესს ორი დღის სამყოფკაპიკებში ყიდიან. რა ჯანდაბად მინდა ქათმები? რა ვიცი, კვერცხის ბიზნესი რომ დაიწყო? ნამდვილი სოფლის კვერცხი და არა რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების. ჩვენც მოგეხმარებით და კაი ბიზნესი მოვწყოთ. აუ, ეგ მართლა გაასწორეთ, ჩვენი ბიზნესი გვექნება. ასე ხარ ყველანაირად ჩვენი იქნება. მეც არა წერია. შეპეს გივით ხუიერი ქვიშის მარცვლები. ბაჭო, საღო, რა მაგრად მოიფიქრე, იმენა დიშლა ხარ. ჰა? გეხო თანამედროვე სიტყვების აზია. შეგაქე რა ვერ მიხვდი. დიშლა შეკება არა, შესირო. როგორ არა? იმ დღეს ედა ჩემ მოუთხრა, მამაჩემს მაგარი დიშლა ხარო. რო გითხე, ასე მითხრა, დიშლა გონება მახვეს ნიშნავსო. პოლიკ მართლა დიშლა ხარ რა? ჯახან ძმაო, მომისმინე? იდი ნახუი. შენახარბიტალო. ხო, კაი. ბაბუაჩემ $5,000 დამიტოვა. მაგ ფულით რეკლამა შეგვიძლია ტელევიზიაში გავუშვათ. კი, ოღონდ რეკლამაში უნდა იგრძნობოდეს, რომ ჩვენი კვერცხები საუკეთესოა რა. ანუ ხაზი უნდა გაუსვათ, რომ იმენა სოფლისაა და რამე. თან კაი სლოგანიც გვინდა. ხო, აი რამე ისეთი სლოგანი რო იყოს, აი დედალი ქათმის კვერცხები პირდაპირ სოფლიდან ან რამე. ჯანდაბა ვიცი. უიდეალურესი სლოგანი ვიცი. მაგარ სლოგანს დავამონტაჟოთ. დიშლა ყავები ერთ დღესაც იქნება მოგავტვრევთ კისერს. ნიდი მასე. ბანძი კვერცხი მოფესკდა? ჩვენს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმა ბედნიერი ქათმებით დაგვეხუნძლა. კაკანი, ნამდვილი სოფლის კვერცხი. პირდაპირ ქათმის ტრაკიდან. რა სლოგანი მეიფიქრა ძმა, მე ყველა იყიდეს. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და მე-7 არხზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. პატარა სოფელ თარსულაში სამმა პატარა ბიჭმა კვერცხის ბიზნესის სახელად კაკანი წამოიწყო. მათი მეტად უცნაური რეკლამა სხვადასხვა სამოუწყებლო კომპანიის ეთერში ჩაეშვა, რამაც საქართველოს მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. აი ძალიან კარგია რომ ახალი თაობა ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებულია. თან ნაღდი სოფლის კვერცხს რაჯობია. აი ფრაზა რომ მოვისმინე, აი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან, აი დამაშრია რა გეუბნებით. მირჩემია კვერცხი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან იყოს, ვიდრე რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების დადებული და კაპრიალებული. ჩემ შვილს მინდა მხოლოდ ნატურალური საკვები მივაწოდო. პრობლემა გვაქვს. კი, ყველაფერს მივხედავ. კი, ჩლიფინა როგორ არა? ეგ ახალი კვერცხები შიგრით დაალაგეთ და არ გაწმინდოთ. უნდა იგრძნობოდეს, რომ პირდაპირ ქათმის ტრაკიდანაა. შვილო, არ გინდა მამა რომ ბიზნესში ჩართო? ბიზნესი ბაბუა მე დამიტოვა და არა შენ. ვის დაემსგავს ესეთი პროჯექტი? ანზორას თავისი შვილი ყველაფერს უსრულებს. ხოდა წადი და ანზორას შვილი იშვილე. შენ. მე ვიდა ეს ჩლიფინა. კაკანის ბიზნესი თქვენია? კი, ჩვენია. საფუხალოს დახულვა მოგიწევთ. რა? რატო?
ბიჭებო, აქ ეგზე არაა და ეგზე ადგე და ათ მოგეპრიანება დაიწყო. ჩემი უფროსის კვერცხების ბიზნეს ძირავთ და დამიძერეს ჩემს უფროსებთან ხულობა არღის. კაი. და რო არ დავხუროთ რა სიზამრო? რა იყო ზღვა რა გინდოდა მაგდენი? ხო არა, ძალიან შეგვეშინდა. განსაკუთრებით გამტყდარ კვერცხს რო დააფსი მაშინ. აბა. ახლა აქედან გააჭვით ორი პოლიციაში ძალიან დავრეკავ და შემზარავი ვეთქვი რომ არის. ვიღაც ცირი ბავშვებს სახესთან დიშლას გვიტრიალებს. იასნია. მე გაგაფრთხილეთ. გაფრთხილა. მოგესალმებით, მე ტრაკ ჩაბანაშვილი ვარ და ეს ჩემი რა გადაცემა არის სიმართლე სახელები? ბოლო წვეთამდე. ტრაკ ეს ჩაბანაშვილი, ყველასთვის ატო, უკვე კარგად კუწელია, ნაცნობი აი, ბრენდის, იყო, კაკანის შემქმნელები, პოლიკარპე, ჯამტლეკიაშვილი პაჭო, კაკაჩია და ჭახან ოხო, ღრუბელაშვილი მიჩეწევა, ყავს სტუმრად. ძალიან ბიჭებო, სიცივია, ყველა საინტერესებს თოვლიანი ეს ჩემო ბიზნესი და ვეგანების მიმართ ძალიან პროტესტის სიცივია. ნიშნით წამოიწყეთ, არა? ვეგანებისო? უბრალოდ პოლიკას ბაბუამ ქათმების ფერმა დაუტოვა და ჩვენც ვიფიქრეთ რომ ფერმის გაყიდვას აჯობებდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აგვეღო და ნამდვილი სოფლის პროდუქტი გვეწარმოებინა. ჩვენი აზრით ქვეყნის პრობლემა ისაა რომ ხალხი სოფელს და სოფლის მუშაობას თავს არიდებს. ჩვენ საპირისპირო გვინდოდა გვექნა. აჰა, და თავს რატომ არიდებს? ალბათ ვეგანებმა მიუგზანეს, ვინმე არა? რატო არის ეს ასე ვეგანების გადაკიდებული ხო ვიღაც ალბათ თავისი აგენტები. როგორც ნეხში იქნებით თქვენ საბრალოებო, ყველაფერი მოყევით, ვეგანები მოგივარდნენ და თქვენი გაუპატიურებას სცადეს, ხომ? ეს პრინციპში ვიღაც დიშლა კი იყო მოსული ისე. ჩემი ბოსის ბიზნესს ძირავთო, მაგრამ ვინ იყო არ ვიცი. აჰა. და ვეგანებს თქვენი გაუპატიურება აქამდეც უცდიათ? აუ, შენ ძმაო ძალიან შიგ გაქვს თუ უბრალოდ ყლე ხარ? მართალი ხარ შიგ ბოლო. ნამდვილად არ მაქვს. მე რატომ ეკითხებით, ვეგანებმა გითხრეს რომ მაქვს? აუ, წავედით რა აქედან. დაწავღო რატომ ყურია ვეგანებმა ვეგანები. დაგავალეს წასვლა? არა, იმიტომ მივდივართ რომ აქ ჩვენს ბიზნესზე ალაპარაკოთ ვართ და არა შენაირ გამოშტერებულებთან. შეიძლება რომელიმე ორგანოს ან დაჯგუფებას რაღაც რიგზე ვერ გქონდეს, მაგრამ როგორც ჟურნალისტს ის მაინც მოგეთხოვება რომ შენი ეთერი ფაქტებსა და გამოძიებაზე დააფუძნო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გამოშტერებული ტელევიზორს მისჩერებია და შენაირი სირის ყველა სიტყვა შეერა. შედიშლა კაცო. ეს სიმართლე ბოლო წუთამდე იყო, ნაის. ვინ იყო ის გიჟი? რა ვეგანები, ვინ ვეგანები? კაი, დავიკიდოთ რა. მივიდა ეს. აუ, ისევ ეს კაცი. ამჯერად რას უნდა დააფსა, რა გინდა? მე გაგაფრთხილეთ. ამჯერად თქვენ რას უნდა მოისმინეთ. დააფსა? ხო და ახლა ჩემს უფროსებთან მოგიწევთ ცეხვებდა. ბლა 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 ბლა. ხო, გავიგეთ. გავიგეთ. სადაა ბაშენი უფროსი? ეს ვინ ღაძმა? აბა. თქვენ გინდა ჩემი ბიზნესის ჩაძირვა? ეს მგონი ქათმები არის. დაახლოებით 1 წლის წინ. ჩვენი ფერმა მჟავით დააკვირდურეს. მას შემდეგ ფრენს კვერცხებს ადამიანზე ჰიპნოზური გავლენის მოხდენა შეუძლია. ხო. და მერე მე და ის, ძალიან რომ კაცობრიობის შემზარავი დამონებაში არის. ხელს გვიშლით. გასაგებია? თქვენ შემთხვევით ვეგანებმა ხომ არ გამოგზავნეს? არა. აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენი ბიზნესი მე მგონი ქადიშავი ქათმები არის. რადგან თუ ყველა თქვენს კვერცხს იყიდის და ჩვენსაც არა, ჩვენი კაცობრიობის დამონების გეგმა ჩაიშლება. გიჟია ეს. ჩვენი პასუხია არა, გაიგე? ახლა რა სიზა? შენ კვერცხებზე დაგვიფსამ? ო, არა. მე აქ თქვენს გასაქრობად ვარ. ქათმები. გონი. ხო თქვი ძმა, ქათმები არიან. ობა. აუ. მოტრახი წევიდა. პოლიკა ძისვორდი. ეს ის კაცო. ოპა. ჩვენი ქათმები, გვეხმარებიან. ქათმები ვეიდა. ქათმები სომი. ბეგაიგი. დავაი ჯანის კაცო. კოჩა. ჩვენმა ქათმებმა გადაგვარჩინეს. კი, მაგრამ რატო? ჭახანა. ამათ რა, არ უნდათ კაცობრიობაზე შორისძიება? არ ვიცი, ალბათ ჩვენმა ქათმებმა იციან, რომ თუ ეგრე მოიქცევიან ადამიანებზე უკეთესი არაფრით იქნებიან. კარგი და ახლა რა ვქნათ? გონი ჯობია ფერმა ქათმებს ვაჩუქოთ. მადლობის ნიშნად რა. აქ იცხოვრებენ მშვიდად და წყნარად. კი ბატონო, მე იმ ქათმებთან ჭიდაობას აღარ ვაპირებ. ტრაქში უთხრიათ კვერცხების ბიზნესი. ამდენ შარად მაინც არ ღირს.
და პოლიციაში არ წყურში გამოცხადოთ. გავუწყებ ჭხილი. კი, აი პოლიციაში მივიდეთ და უთხრათ თავს ქათმები დაგვესხნენ და თავისი კვერცხით ყველას დამონება უნდა თქო. მაგარი დებილი ვარ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თავი დამანებეთ. წავალ რედამ შეცვითამაში. ეს მენა მაგარი ნაგლი არის პოლიკა. შვილო, ქათმების ბიზნესი მაგარი გეგმები მაქვს და არ გინდა გითხრა? ქათმების გააჩუქა. ბიზნესი გავაჩუქე. ასე რომ მოიშვი ჩემთვის შეტევას. შენი რა გააჩუქე, ვისაჩუქე? ქეთინო, გაიგე? შენ ვისაჩუქე? დაშვილმა რა ქნა? თურმე ქათმებს ქათმები აჩუქა. გაუჩუქებია. შენი ბრალია, შენ გააბოროტე ეს ბავშვი. ჯერ ერთი ქეთინოს ნუ მეძახი და მე მეორე რაც მამა აიშვილია. დამაბრალა აქ მე ნახე ზედა დაპალიყობე გადამა. კარგი მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი გემშვიდობებით დახვამდის.